მყავს 6 შვილიშვილი, 4 ობოლია. 11 სულიანი ოჯახი მყავს. ბავშვები მამით ობლები არიან და მე უნდა შევინახო. დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობ, მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ ეს ხვის ჩაბარებულ ტანსაცმელზე ვაჭრობ. ჩემი ყოველდღიური შემოსავალი არის 7-8 ლარი. სახელმწიფო მაძლევს 60 ლარს და მთელი წლის შემოსავალი არის ის 60 ლარიანი სოციალური დახმარება. ესაა ამონარიდი გარემოვაჭრეთა ინტერვიუებიდან ნათია ქარჩილაძის კვლევიდან არაფორმალური ეკონომიკის გენდერული ასპექტები თბილისში მცხოვრები გარემოვაჭრე ქალების მაგალითზე. გარემოვაჭრე ქალები, რომელთა სახელებით შეცვლილია, იმ მიზეზებზე ყვებიან, რომლებიც მათთვის ქუჩაში გასვლის მიზეზი გახდა. მარტო ხელა ვარ, დედაც გარდამეცვალა. არ უნდოდა ჩემი მარტო დატოვება, მაგრამ წამალი არ მქონდა და ვერ ვუშველე. მე აქ გამოვედი გული რომ გადამეყოლებინა და ბოლოს დავრჩი. მეგობრობ გოგოებთან და 2 კაპიკსაც ვაკეთებ. პენსიით როგორ უნდა ვიცხოვრო, აბა? 54 წლის ქალი ვარ, სულ წნევები და პრობლემები მაქვს. აქაც ბევრჯერ გავხდით ცუდად. ერთ-ორჯერ სასწრაფოც გამოვიძახეთ. თავის დანებებაც მინდოდა მუშაობისთვის, მაგრამ მერე ვიფიქრე, გინდ აქ მომხვდარ ხარ და გინდ შიმშილით, რა აზრი აქვს? აქ ერთ-ორ კაპიკს მაინც ვაკეთებ. ჩემმა ბიჭმაც ვერ იპოვა სამსახური, უმაღლესი დავამთავრებინი და ზის სახლში უმუშევარი. საქართველოში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, თუმცა არაფორმალური შრომის ამსახეობას კვლავაც ბევრი მისდევს. მართალია ბოლო დროს მეტროსადგურებთან გარემოვაჭრეებს შედარებით იშვიათად ვხედავთ. ბაზრობების მიმდებარედ ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე სახელდახელოდ მოწყობილი დახლები კვლავაც ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილია. გარევაჭრობის შესახებ რამდენიმე კითხვა ევრონიუს ჯორჯიამ შემთხვევით გამვლელებსაც დაუსვა. ბევრი მათგანი გარემოვაჭრეების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. ძალიან გაჭირვება არის აქ. ლუკმაპურს შოულობენ მაგით გაყავთ ოჯახი და პურის ფულს და ეს საშუალება არ უნდა წაერთოთ. პირადად მე როგორც მოქალაქე არ მიშლიან ხელს და შეძლებს დაგვარად შეიძლება რომ ხელი შევუწყოთ. საშუალება მიცენ ხალხს რომ პეტერბურგის ფული გააკეთონ. რომ არ უჭირდეთ, ასე ქუჩაში არ გამოვლენ. და მარტო იმით არ უნდა განსაზღვროთ რომ დაუშვათ მე არ მიჭირს და მე ესენი ხელს ვიშლიან, არა. ალბათ იაფობა ალბათ, რა ვიცი, თორე ხალხი სამსეა. გარევაჭრე. კი, ღამე არის ხო? კი, ბევრი რაღაცებია გამოყენებული. მე ვფიქრობ, მაინც არაფერს არ უშლიან ესენი. არანაგვიანებ მე ალაგებენ და ისე მიდიან. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება რომ არ იყოს აი ეს რაც ხდება, მაგრამ მეორე მხრივ რამდენი მშიერი ადამიანი დგას ამ ყველაფერს უკან. თუ ხა არჩევანი უნდა გავაკეთოთ იმას, რომ ადამიანი, თქვა რაღაცა გროშს შოულობდეს და იმას შორის რომ ხა მე აქ კომფორტულად სუფთად ვიმოძრაობ, რა თქმა უნდა პირველისკენ ვაკეთებ დაუყოვნებლივ. ცოდვა ხალხი ვერთებს ამზა, აბა ისე არაა კარგი, მე ყველაფერი ყრია ძელ ქალაქში, ქუჩაში. ქალაქს აბუჭებს. გარევაჭრობის აღკვეთა დღეს მუნიციპალური ინსპექციის, გარევაჭრობის მონიტორინგის განყოფილების ფუნქცია. თუმცა მოხერხებული გამყიდველების ნაწილი ინსპექტორების გამოჩენამდე საკვები პროდუქტებისა თუ ტანსაცმლის გაყიდვას მაინც ასწრებს. ახმეტელის მეტროს მიმდებარედ მუნიციპალური ინსპექციისა და გარემოვაჭრეთა დიალოგსაც შევესწარით. გამყიდველები ამჯერად არ დაუჯარიმებიათ, მათ დახლების ალაგება მოსთხოვეს. ჩვენ დაჯერიმებაზე არ ვართ ორიენტირებული, იქიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვართ დამრჯელი სტრუქტურა. პრიორიტეტია მაინც პრევენციული ზომების გატარება. როგორც გარევაჭრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, თბილისის მეტროსადგურებთან გარევაჭრობის პრობლემა დღეს ისე მწვავედ აღარ დგას, როგორც რამდენიმე წლის წინ. მისივე თქმით, ვითარება უფრო რთულადაა დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მუნიციპალური ინსპექცია სისტემატურ მონიტორინგს ატარებს. ხდება ჯარიმის გამოწერა, ასევე საქონლის კონფისკაცია, მაგრამ ძირითადად მაინც ჩვენი სამსახური პრევენციულ ზომებს ატარებს. ალტერნატივასაც ვთავაზობთ. ეს ალტერნატივა არის ძირითადად მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ბაზრები და ბაზრობები, ვისთანაც ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და აღნიშნულ ტერიტორიებზე ხდება ძირითადად ამ გარემოვაჭრეების შეყვანა და განლაგება ხშირ შემთხვევაში რამოდენიმე თვე საფასურის გადახდის გარეშე. დღესდღეობით ქალაქ თბილისის მასშტაბით შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია.
საქართველოს კანონმდებლობა ქუჩაში უკანონო ვაჭრობის პირველ შემთხვევაში 50 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მეორედ კანონდამრღვევი უკვე 300 ლარით ჯარიმდება. კანონმდებლობა უფრო მკაცრია ავტოტრანსპორტიდან უკანონო ვაჭრობის შემთხვევაში, რაც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. თბილისის მუნიციპალური ინსპექციიდან იმ ჯარიმების სტატისტიკას მოგვაწოდეს, რომლებიც უკანონო გარევაჭრობას უკავშირდება. 2023 წელს კანონდარღვევის 2002 შემთხვევა გამოვლინდა. ჯარიმის რაოდენობამ კი 554,350 ლარი შეადგინა. 2024 წელს კანონდარღვევის 877 შემთხვევაში 316,850 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა. ხოლო 2025 წელს კანონდარღვევის 355 შემთხვევაში ჯარიმამ 151,850 ლარს მიაღწია. არის თვითგადარჩენის შესაძლებლობა ძალიან ბევრი ოჯახისთვის და ადამიანისთვის და ჩვენ აქ შევხვდებით ადამიანებს, ქალებს, რომლებიც რამდენიმე ათეული წელი ამ ბაზრებში ვაჭრობენ და სწორედ გარევაჭრობა მათთვის ხდება შემოსავლის მიღებისა და გარდაჩენის ერთადერთი გზა. თუმცა ამ შრომას ახასიათებს ის, რომ ის ფორმალიზებული შრომა არ არის, შესაბამისად აქ შრომა უფრო დაუცველია, ამ დროს ადამიანები როგორც არ სარგებლობენ ისეთი საბაზისო შრომით უფლებებით, რომელიც ფორმალიზებულ შრომაში გვხვდება და ეს დაუცველობა, პრეკარიატულობა ძალიან დაიხსახება მათ რეალობაზე. საქართველოში გარემოვაჭრეები პირველად 90-იან წლებში გამოჩნდნენ. იმ პერიოდში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან თავის დასაღწევად მოქალაქეები თავის გატანას სხვადასხვა სახის არაფორმალური საქმიანობით ცდილობდნენ, რომელთა შორისაც ყველაზე გავრცელებული სწორედ გარევაჭრობა იყო. ამ სფეროში თვითდასაქმებულებს ძირითადად სიღარიბეში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი პირები წარმოადგენდნენ, რომელთა შორისაც თავის მხრივ საპენსიო ასაკის ქალები და იძულებით გადაადგილებული პირები ან შიდა მიგრანტები სჭარბობდნენ. გარევაჭრობა უკანონოდ პირველად 2007 წელს გამოცხადდა. მსგავსი საქმიანობისთვის ჯარიმების დაკისრებაც ამ პერიოდიდან იწყება, რასაც თან ახლდა არაფორმალური საჯარო სივრცეების პრივატიზების პროცესი. საჯარო სივრცეები პატარა ჯიხურებისა და კუსტარული სავაჭრო დახლებისგან სწორედ ამ დროს თავისუფლდება. თავისუფალ ადგილებს კი ნელ-ნელა სუპერმარკეტები და დიდი სავაჭრო ცენტრები იკავებს. 2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ გარემოვაჭრეები ხელახლა იწყებენ ქუჩებში დაბრუნებას. თუმცა 2017 წლიდან მთავრობის პოლიტიკა კვლავ იცვლება. გარევაჭრობაზე კონტროლი მკაცრდება და ახალი შეზღუდვები წესდება. სახელმწიფო მათი როგორც არაფორმალური ბაზრებისა და არაფორმალური შრომის განხილვის გამო პრინციპში იხსნის საკუთარ ვალდებულებებს ამ ადამიანების მიმართ და ჩვენ ხედავთ, რომ იგივე შრომითი ინსპექციის საქმიანობაც ძალიან სუსტია. ამ ადგილებში მიუხედავად იმისა, რომ ის პრაქტიკულად არის დასაქმების ადგილი და ძალიან აშკარა აქ შრომის უსაფრთხოების რისკები. ძალიან ეს არაფორმალურობა, რაც ამ ბაზარს ახასიათებს, რომ ერთ-ერთი მხრივ შეიძლება კონკრეტულ სიტუაციებში იყოს მომგებიანი დასაქმებულებისთვის. ისინი იმ ხარისხით არ იხდიან გადასახადებს, ან მათ თავისუფალი გრაფიკი აქვთ, როცა მოუნდებათ, მაშინ შეიძლება გავიდნენ. ხო, ანუ რაღაცა ტიპის პრივილეგიები თითქოს ერთი შეხედვით ახასიათებს ასეთ შრომას, მაგრამ არაფორმალური შრომა უფრო სარისკოა. მას მძიმე გამოწვევები უკავშირდება როგორც შრომითი, ისე უფლებრივი, სოციალური და ასე შემდეგ. თქვენ კარგად გახსოვთ, თქვათ დეზერტირების ბაზრის გასხვისების პრობლემა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დადგა და როგორი დაუცველები დარჩნენ გარემოვაჭრეები, ხო, ამ რეალობის წინაშე, როდესაც მათ შეიძლებოდა დასაქმების ადგილი დაეკარგათ და ამ ადგილებში დიდი ინვესტიციები და კომპანიები შემოვიდნენ, სადაც უფრო ესეთი ძვირადღირებული ბიზნესები დაიწყებდნენ ვაჭრობას. 2024 წლის 30 მარტს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა სადგურის მოედნისა და ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს. მერის ინფორმაციით, გარემოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილეს. შეეწყვიტათ უკანონო საქმიანობა, რაც ტროტუარებზე გადაადგილების შეფერხებას, ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელის შეშლასა და ანტისანიტარიას იწვევდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წვრილი ვაჭრებისთვის, გარემოვაჭრეებისთვის არსებობდეს მუნიციპალური სივრცეები, ტრადიციული, ისტორიულად ხომიჩნეული ბაზრები, სადაც მათ საქმიანობის შესაძლებლობა ექნებათ, მაგრამ სადაც სწორედ მუნიციპალიტეტი იქნება ის, რომელიც უსაფრთხოებას, სანიტარიას და სხვა შრომასთან დაკავშირებულ რეგულაციებს დაიცავს. ამიტომაც ხო ჩვენი იდეა რომ უნდა ტრანსფორმირდეს ეს იდეა მუნიციპალური დაცული ბაზრების იდეად, რომლითაც ადამიანები ერთის მხრივ აი არაფორმალური შრომისთვის
დამახასიათებელ ხურაცა თავისუფლებებით ისარგებლებენ, მაგრამ სადაც ისინი უფრო მეტად დაცულები იქნებიან. კანონით აკრძალული საქმიანობის გამო თავად გარემოვაჭრეებმა ვიდეოკამერასთან გამოჩენა არ ისურვეს. თუმცა კადრის მიღმა რამდენიმე კითხვაზე მაინც გვიპასუხეს. გამყიდველთა უმეტესობას, ვისაც ჩვენ გავესაუბრეთ დროებითი დახლი ბაზრების მიმდებარედ, საფეხმავლო გზაზე აქვს მოწყობილი. ასეთ ადგილებში ვაჭრობა განვლელებთან სიახლოვის გამო შედარებით უფრო სარფიანია. როგორც გარემოვაჭრეები ყვებიან, მსგავს პოზიციაზე ადგილის დასაკავებლად არაფორმალურ გადასახადებსაც იხდიან. მათი თქმით, ეს მინიმალური შემოსავლის მიღების ერთადერთი შესაძლებლობაა, რადგან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე დახლის გადატანის შემთხვევაში გაყიდვები მცირდება, გადასახადი კი იზრდება.